ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხმაზე დღეს თანამდებობის პირთა სარგოების დადგენილება დამტკიცდა. დადგენილების თანახმად საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 2650 ლარით განისაზღვრა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გაწეული სამუშაოებისთვის 2200 ლარს მიიღებს. 1800 ლარით განისაზღვრა საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის სახალხო განაკვეთი. საკრებულოს აპარატის უფროს ხელფასი 1600 ლარი ექნება, ხოლო წამყვანი სპეციალისტები 750 ლარს მიიღებენ. საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას განცხადებით ხელფასი ზრდა კანონიერად მოხდა. საკრებულოს დადგენილების თანახმად ხელფასები ეზრდებათ როგორც დაბალი, ასევე მაღალი თანამდებობის პირებს. ხელფასების ზრდა არ შეხებიათ საკრებულოს თავმჯდომარეს და ზუგდიდის გამგებელს. გადაწყვეტილება თანამდებობის პირთა სარგოების განსაზღვრის შესახებ საკრებულომ ერთხმად მიიღო. ხელფასზე საჯარო მოხელეებს გაეზარდათ, ფაქტიურად ყველა რგოლს შეეხო, პროცენტულად სხვადასხვა პროცენტულად არის, მაგრამ მთავარია 24%-იან, 25%-იან ბიუჯეტის შემოსავლების 25%-ში ვეტევით. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი კახა მიქაია. შეგახსენებთ, რომ მან 30 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ გააკრიტიკა საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია. სონდერების მფარველობაში დაადანაშაულა და ბოიკოტი გამოუცხადა საკრებულოს სხდომებს. ხოლო შამგონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ხუბუამ სკანდალური განცხადება გააკეთა. ბატონმა კახა მიქაიამ ნათლად წარმოაჩინა დღევანდელი სონდერები. ბატონო ლაშა, ბატონო მაიძე, მინდა კითხოთ, რა სინდისით უწოდეთ კახა მიქაიას ქართული ოცნების ოპოზიცია. დეპუტატის განცხადებით კახა მიქაიამ ნათლად წარმოაჩინა დღევანდელი ზონდერები. მისი განცხადებით კახა მიქაია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და ხერხემალია ზუგდიდში. ისევ იმ ძველი პოზიციის მიმდევარ ხალხს აძლევენ გასახანს და ჩვენი ქართული ოცნების ბიჭებს უკეთებენ სრულ იგნორირებას. მოყავთ ძველი ნაციონალები, ნიშნავენ ძველ კადრებს, ხო და ჩვენი ბიჭები ისევ არიან გვერდში. მე კახა მიქაიას ყოველთვის დაუდგები გვერდში. ეს არის ჩემთვის დიდი სიამაყე და მე ვამაყობ იმით, რომ კახა მიქაია არის ჩვენი ქალაქის საპატიო წევრი და სლომებს მე არ დავტოვებ, იმიტომ რომ თუ მე დავტოვებ სლომები, თუ სხვებმაც დავტოვეს სლომები, მაშინ ვის უნდა შერჩეს ჩვენი ქალაქი, თუ არა ისე და ისე ჩვენისან ადამიანებს შანსი არ არის, ჩვენ არ დავთმოთ პოზიციას და ნებისმიერ საქმეს, რომელსაც კახა წამოიწყეს, გვერდში დავუდგები და ბოლომდე მივიყვანთ. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატი მალხაჭეჟია საფეხბურთო კლუბ ლაზიკით დაინტერესდა. კერძოდ მისი განცხადებით ბიუჯეტიდან 400.000 ლარი გამოიყო კლუბის დასაფინანსებლად. ამასთან კლუბი პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში უნდა გადასულიყო და ამისათვის სპეციალური ლიცენზია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უნდა შეეტანა. დეპუტატის განცხადებით კლუბს ლიცენზია არ შეუდანია. მალხაჭეჟიას ინიციატივით საკრებულოში შეიქმნა დროებითი კომისია, რომელიც საკრებულოს 7 წევრისგან დაკომპლექტდა. კომისია შეისწავლის საფეხბურთო კლუბ ლაზიკის საქმიანობას და დასკვნას საკრებულო წარუდგენს. ჩვენ გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, ამ თანხის გახარჯვაც და თვითონ ლაზიკის ბედი და თვითონ ლაზიკა რა სპორტული ინტერესებია გამწევს. ჩვენ როგორც ვიცით, როცა სეზონი დაიწყო, გუნდი აცხადებდა პრეტენზიას უმაღლესი ლიგის გადასვლაზე, მაშინ ჩვენ გვაინტერესებს რა აზრი აქვს აი ამ ხდა თანხის გახარჯვას. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ ლაზიკის ხელმძღვანელობას, ქალაქში არ ყოფნის გამო დღეს კომენტარს ვერ გააკეთებენ. თუმცა როგორც მათ განაცხადეს, უახლოეს პერიოდში აღნიშნულ თემაზე განმარტებები გააკეთდება.